გამარჯობათ მეგობრებო, მოგესალმებით. მოკლედ დღეს 11 აგვისტო არის და ფსევდოპატრიოტული ემოციები განსაკუთრებით გამძაფრებული არის ამ დღეს, იმიტომ რომ შინდისის ბრძოლის დღე არის და თუ ვინმე ერთი მოღალატე არის, ყველა იკრიბება და მიდის შინდისის ბრძოლის მონუმენტთან და იქ ნიანგისცემლებს აღვარღვალებს, სცენებს ლაპარაკობენ გმირობაზე, თავდადებაზე, ვაჟკაცობაზე, აი ბიჭებმა თურმე ეს შეძლეს, ის შეძლეს, ასექნეს, ისექნეს და საქმეზე რომ იდგება, რომ დამთავრდება ეს ცერემონია, ეს ნიანგისცემლების ღრის რიტუალი, მერე უცებ გამოვლიან და ისევ ეს ჩვეულებრივ ქოცნაცებად იქცევიან, ეს როგორც ჩვევიათ მაგათ. მოკლედ დღეს მე ვრცელი ლაივი არ მექნება, იმიტომ რომ დაახლოებით ასე 1 საათში იქნება ჩემი YouTube-ის არხზე დაიდება მეორე სერია დოკუმენტური ფილმის, რომელიც ეხება ქართველების მძიმე ემიგრაციას უცხოეთში. დამიგვიანდა ეს ყველაფერი იქიდან გამომდინარე, რომ ფრანგულმა მხარემ არ მომაწოდა ის ფინანსური აღრიცხვია, თუ რა თანხა დახარჯეს ქართველებზე მკურნალობის დროს, ამას თავისი მიზეზები აქვს, მოკლედ ეხლა მოუწია და გადავწყვიტე, რომ ეს ყველაფერი დამემთხვია დღევანდელი დღისთვის, 11 აგვისტოსთვის, იმიტომ რომ მასში მონაწილე ერთ-ერთი პიროვნება უჩა გუგუჩია, არის თვითონ შინდისის გადარჩენილი ბრძოლის მონაწილე, ჩემი მეგობარი, თანამებრძოლი, არაერთხელ ვსაუბრობდით ჩვენ ამ თემებზე. რა თქმა უნდა, ეს ბიჭი იძულებული გახადეს, რომ დაეტოვებია სამშობლო და წამოსულიყო უცხოეთში სამკურნალოდ, რადგან ვეტერანი კაცი ნორმალური სამედიცინო დახმარებას ვერ იღებდა, იქ თითი მოაჭრეს, ღვიძლი ეშლებოდა ადამიანს და ფეხებზე დაიკიდეს სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, ადგა იძულებული გახდა, წამოვიდა სამედიცინო ემიგრაციაში და ახლა იმყოფება საფრანგეთში. ამიტომ არავის არ ახსოვდა ეს ადამიანი, როდესაც დაჭირდა წულუკიანის კომისიას ამ პიროვნების ცოცხალი ისტორიის მოყოლა, თუ ამხელა ღალატი იქნა ჩადენილი 2008 წელს, რატომ მოხდა შინდისის ტრაგედია, რატომ მოხდა ეს უბედურება, რომელ უბედურებაზეც ეხლა ყველა ყვირის და წივის და გმირობაზე აკეთებენ აქცენტს და სადაც დიდ გმირობაზე არის ყვირილი, ყოველთვის დიდი ღალატი იმალება და ყოველთვის დიდი ნაძირლობა იმალება, წულუკიანის კომისიამ და ქოცებმა როგორც ჩვევიათ, რა თქმა უნდა, ეს ინტერვიუ გაასაიდუმლოეს, დაბლოკეს და არ გააკეთეს ამ ყველაფრის გავრცელება საჯაროდ, რომ თურმე სახელმწიფო უშიშროების საკითხებს ეხებოდა ეს ყველაფერი. გამომდინარე აქედან მე გამაჩნია ეს ინტერვიუ, მე აქ შევხვდი ჩემს მეგობარს, ჩავწერეთ ინტერვიუ, მან მოყვა მისი ისტორია როგორც თავისი სამედიცინო ემიგრაციის, თუ როგორ მოუწია საფრანგეთში ჩამოსვლა, ჩაბარება, მკურნალობა და ასევე 2008 წლის ომის ეს ტრაგედია, ეს მოვლენები, რომელიც აი დღევანდელ დღეს 17 წლის წინ, ზუსტად რაც ხდებოდა, იქ 17 ბიჭი დაიღუპა. ეს ყველაფერი შესული არის ამ ინტერვიუში, არის ძალიან მძიმე ინტერვიუ არის, პირდაპირ მინდა გითხრათ. და საქმე იმაში იყო, რომ ეს ქვეყნის უსაფრთხოების საკითხს კი არ ეხებოდა, საქმე იმას ეხებოდა, რომ ამდენი მოღალატე, რომელიც თავის დროზე ნაცებში იყო, დღეს გადმოპორტირებული არიან ქოცებში, იკავებენ მაღალ თანამდებობებს თავდაცვის სამინისტროში, პარლამენტში და გმირები ქვია ამ ხალხს, სინამდვილეში იყვნენ ჩვეულებრივი მოღალატეები, რომელმაც 2008 წელს გაწირეს ეს ბიჭები, აი ამ მიზეზით იქნა დახურული ეს ინტერვიუ და გასაიდუმლოებული ქართული საზოგადოებიდან, ამიტომ მე მინდა გითხრათ, რომ ეს ინტერვიუ მე მაქვს ყოველგვარი შელამაზების გარეშე, შალი ინტერვიუ თავიდან ბოლომდე. თხოვნა მექნება თქვენთან, რომ თუ შესაძლებელი არის, არ დაიზაროთ, აი რო არ მithოვია, ნახეთ არ მithოვია არასდროს, გააზიარეთ მაქსიმალურად, ვინც ვერ ახერხებთ, რომ საკუთარ გვერდზე გააზიაროთ ეს ვიდეო მესენჯერებით და
რა ვიცი, სხვადასხვა საშუალებებით ჩუმად გადაუგზავნეთ ახლობლებს, მესმის რა ტერორიც არის საქართველოში, იმიტომ რომ ბევრმა გაიგოს სიმართლე. ეს არის 2 საათიანი ფილმი არის, აქ ორი ადამიანი არის შეყვანილი, ორივე ერთი ომის ვეტერანი, მეორე ომის ვეტერანის ოჯახი, ძალიან მძიმე ისტორიები არის ადამიანური მხრიდან ეს ყველაფერი. როგორ ექცევიან სინამდვილეში ცოცხალ გმირებს, როგორ ექცევიან სამშობლოსთვის თავდადებულ ადამიანებს, აი რა არის კოცების რეალური და სახელმწიფო სისტემის რეალური სახე, ისევე როგორც ნაცების დროს, ისევე კოცების დროს. ფაქტებით მტკიცებულებებთ, ასევე თავისთავად ეს ყველაფერი გაჯერებული არის იმ ფრანგული დასკვნიდან და აღწერილობაში მითითებული იქნება, ვისაც აინტერესებს, ეს ფრანგული დასკვნის ქართული თარგმანიც და შეგიძლიათ იხილოთ ქართული თარგმანით, ჩამოტვირთოთ და წაიკითხოთ, მართალია ხელოვნური ინტელექტით არის თარგმნილი, მაგრამ აზრობრივად აბსოლუტურად ყველაფერი გასაგები არის. იქვე იქნება აღწერილობაში, ვიდეოს აღწერილობაში მითითებული პირველი სერია, ვისაც გაინტერესებთ, რომელიც 9 თვის უკან იქნა გამოშვებული. და მაქსიმალურად გააზიარეთ. ახლა რა შეეხება იმას, აი სად ვნახო, ჩემს YouTube-ის არხზე იქნება დადებული, ამას პლუს ვისაც გაინტერესებთ, აი გასაგებად გეუბნებით, მომწერეთ უბრალოდ აი აქ, აი ამ გვერდზე, მომწერეთ უბრალოდ რომ გაქვთ ინტერესი ამ ყველაფრის, სულ ერთია რაღაცა მომწერეთ, რომ ეს სისტემას მიუთითოთ, ჩემ ვინც მე მომწერა აი ამ მესენჯერში, ბლოგის მესენჯერში, ლათინურად რომ აწერია ერმილე ნემსაძე, რომ ავტომატურად გადაუგზავნო ყველას ამ ფილმის ლინკი დღეს 6 საათის აქაური 6 საათი თბილისის დროით 8 საათით იქნება ეს დადებული და მე თქვენ ყველას გადმოგიგზავნოთ ამას ვინც მომწერთ. ასევე კომენტარებში დავდებთ და გვერდზეც გავაზიარებთ და ახლა ამდენი საშუალების მერე თუ ადამიანი მაინც ვერ ნახავს ამ ყველაფერს, მაშინ იმას ნახვა არ უნდა. და აი აქედან გამომდინარე იქნება ეს ყველაფერი. მოკლედ ვითხოვთ თქვენ დახმარებას იმაში, რომ ბევრმა გაიგოს ეს სიმართლე, რომელიც ეხება რეალურად შინდისის ბრძოლას, იქ რა მოხდა, როგორ მოხდა, რანაირად მოხდა, რა ხდებოდა 2008 წლის აგვისტოს დროს, რა ხდებოდა ომის მერე, რა ხდება დღეს, როგორ ექცევიან აი ამ ადამიანებს, ყველა შეგიძლიათ ნახოთ და გააცნოთ სრულიად საქართველოს, ვინც არის ახლა დაინტერესებული ადამიანი, ნახავს ამ ყველაფერს და ახლა ვინც არის ზომბირებული, ავადმყოფი, იდიოტი, კოცი, მაინც გამოვა და იტყვის ღმერთო დალოცე, ბიძინაო და ღმერთო დალოცე, კოცებიო, რომ ომი რო არა ქვეყანაშიო, ხახახ და ეს რო არ ხდებაო, მადლობა ღმერთო და აი ამ გადარჩენილი სულ 22 ბიჭი იყო. 22 ბიჭი იყო სულ შინდისის ბრძოლის ადგილას. 22 17 დაიღუპა. და ზოგი მერე დაიღუპა. ერთეულები არის დარჩენილი, 2-3 ადამიანია სულ დარჩენილი. და აქედან გამომდინარე ამ ყველაფერს მალავენ სპეციალურად, იმიტომ რომ თვითონ შინდისის ბრძოლაც, რომელიც მოხდა იქ, ის არ უნდა მომხდარიყო, იმიტომ რომ აქ კი ნუ მწერთ, შემოკარგებო, კომენტარებში კი ნუ მწერთ, ბლოგის გვერდზე მომწერეთ და გადმოგიგზავნით. ეხლა თავ კომენტარებში ვერ გადმოგიგზავნით, ან შეიწუხეთ თავი და ნახეთ, შეგძანით YouTube-ზე და ნახეთ, ან კომენტარებში შემოგზავნით და ნახეთ აქ. მე მგონი გასაგებად ვამბობ. საერთოდ ის უბედურება, რაც იქ ტრაგედია მოხდა, არ უნდა მომხდარიყო, მერე რატო იქნან ეს ბიჭები, მიტოვებულები, რატომ იქნენ ეს ბიჭები მიტოვებულები და დამხმარე ძალა, რომელი დამხმარე ძალაც უნდა მისულიყო იქ არ მივიდა თავის დროზე და არ მოხდა ამ ბიჭების გამოხსნა, უამრავი რაღაცეები. ახლა მე კარგად მახსოვს 11 აგვისტო რა ხდებოდა, როგორ ხდებოდა, როგორი ბარდაგი იყო, როგორი ბალაგანი იყო და კიდე ბევრი რაღაცა, ამათ სიმართლე არ აინტერესებთ, ამათ აინტერესებთ მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური კლოუნა და სიმართლეს კიდე ესე ჩვენნაირი უბრალო ადამიანები თუ იტყვიან თუ არა, აი ეგრეთ წოდებული ბლოგერები რო არიან, აი რო კითხო რომ გადაბრუნებული რო აქვს და სადღაც ვიღაცა იმის რა ქვია ეშმაკებზე და რაღაცა ილუმინატებზე და ამგენზე და იმგენზე რო წერენ, არავისგან მე არასდროს სიმართლეს გავრცელებაში ხარდაჭერა რეალურად მე ამ ადამიანებიდან არ მიგზნია. არ მიგზნიან ნამდვილად ეს 100,000-იანი და 200,000-იანი გამომწერები რო ყავთ და რა ვიცი რო კითხო აბორტი რო ახსენო, იმაზეც კი ბლოგს ჩაწერენ და იმას მათ სიმართლე არასდროს არ გაუზიარებიან. და იმიტომ რომ ესენი ყველა არიან ხელისუფლების კონტროლირებადი ბლოგერები. აბსოლუტური უმრავლესობა ნაცების კონტროლირებადი ბლოგერები, რომლებსაც სულ ფეხებზე კიდიათ ეს ყველაფერი. ისევ და ისევ უბრალო ადამიანები თუ გაიტანენ ამ სიმართლეს. თქვენ თუ გაიტანთ ამ სიმართლეს თუ არა. მე არავინ არ დამკავშირებია და ეს სიმართლე აქ ჩემზე ხო არ არის საქმე. ქვეყნის ისტორიას ეხება, ქართველი ერის ცხოვრებას ეხება, 1000 უბედურებას ეხება, ყველა არის გაყრუებული, ყველა არის გაჩუმებული და ვითომ ვერ ხედავენ 45-44000-იანი გამომწერ გვერდს ვერ ხედავენ ვერც YouTube-ზე, ვერც Facebook-ზე, ვერც სხვაგან და ვერც სხვაგან. მოკლედ ამ ხალხის იმედი და ინტერესი და მსგავსი რაღაცეები არ გქონდეთ. გინდათ ეგრეთ წოდებული ის რო არის, რა ქვია,
ვითომ ეროვნული პარტიები თუ ეროვნული მოძრაობები თუ ესენი არც ამათ შეუწუხებიათ არასდროს თავი ამ სიმართლეების გავრცელებას. ყველა არის ჩუმად. ამჯდარი ყველა ხედავ საქმეზე რომ მიდგება, აი ეს არის მათი ნამდვილი ეროვნული სახე. იმიტომ რომ ერმილეს გაკეთებული არის და როგორ გააზიარებენ ესენი გვერდზე და იქ რომ საქართველოს პრობლემა არის და ერის პრობლემაზე არის ლაპარაკი, ეს არავის არ აინტერესებს. აი ესეთი ეროვნულები ხართ თქვენ და აი ესეთი ბლოგერები ხართ და ესეთი სიმართლის მოყვარული ხალხი ხართ და ეგეთი მიტომ მიგდით სიმართლე გითხრათ მე საქმე კარგად, მაგრამ თქვენ ფეხებზე კიდიათ ფული იშოვოთ, ელემენტარული და სულ ფეხებზე კიდიათ სიმართლე სად გავრცელდება და როგორ გავრცელდება და რანაირად გავრცელდება. მოკლედ, ბევრი რო აღარ გავაგრძელო, როგორც გითხარით, თბილისის დროით 8 საათზე YouTube-ის არხზე დაიდება, ყველა ვინც მე მომწერს აქ ბლოგის გვერდზე, ვინც მომწერს პირადში, მე მას სისტემა ავტომატურად გადაუგზავნის ამ მისამართს, იქნება ასევე ჩემ გვერდზე დადებული და იქნება კომენტარებში დადებული. გადააგზავნეთ, გააზიარეთ, თუ გაინტერესებთ სიმართლე, იმიტომ რომ ყველა მოყვანილი ფაქტი, რომელიც იქ ფაქტი არის, ფაქტები რაცაა მოყვანილი, ყველა არის როგორც ადამიანების ცოცხალი ისტორია და მტკიცებულება, ასევე არის სიღრმისეული ფრანგული სამედიცინო დასკვნის ისეთი არგუმენტები და ფაქტები მოყვანილი, რომელსაც უბრალოდ ადამიანი თვალს ვერ დახუჭავ და სიმართლე გითხრათ ეს სიმართლე არა მარტო საქართველოში, არც საფრანგეთში არავის არ აინტერესებს და იმიტომ რომ, რა ვიცი, ეგეთი ლიბერალისტული ძალები არიან და არ აინტერესებთ ამ სიმართლეს, ვინ ლაპარაკობს და რატო ლაპარაკობს. ახლა ისეთი ადამიანი მაგალითად, რომელიც მე ვარ, ხო, არ ვეკუთვნი ამათ ლიბერალისტულ სისტემას და ელჩი, რომელიც საფრანგეთის ელჩი, რომლის მოვალეობაც არის, რომ ქართულ და ფრანგულ მხარეებს შორის მოახდინოს ელემენტარულად ასეთი დადებითი ფაქტების და ურთიერთობების გაუმჯობესება, რომელსაც მე პირადად დაუკავშირდი როგორც ელექტრონული პოსტით, ასევე WhatsApp-ით და მივწერე, რომ აი ესეთი მდგომარეობა არის და თუ შეიძლება დამეხმარეთ ინფორმაციის მიღებაში საფრანგეთის ფინანსთა სამინისტრო იქნებოდა თუ ჯანდაცვის სამინისტრო იქნებოდა, რომელიც მომაწვდიდა ინფორმაციას რამდენი ათობით მილიონი თუ მილიარდი არის დახარჯული საქართველოს მოქალაქეების მკურნალობაზე საფრანგეთში, იმიტომ რომ ეს ყველაფერი ეძღვნება მადლიერებას ფრანგერს, ამდენი ქართველი გადაარჩინა, ამდენ ქართველს მკურნალობს და ამდენ სიკეთეს აკეთებს და დოკუმენტურ ფილმს, რომელსაც ამ თემაზე ვიღებ, უბრალოდ ჭირდება მტკიცებულება. უბრალოდ პასუხიც კი არ მოიწერა საქართველოში საფრანგეთის საელჩომ და საფრანგეთის ელჩმა, იმიტომ რომ საფრანგეთის ელჩს და საფრანგეთის საელჩოს საქართველოში აინტერესებთ ვიღაცა მეტრაკეების პრობლემები, LGBT-ების პრობლემები, ვიღაცა მელიას, ვიღაცა გვარამიას, ვიღაცა ოპოზიციების და ამათი ინტრიგანობა და საერთოდ არ აინტერესებთ ის დიდი მადლიანი საქმე, რომელიც ელემენტარულად მართლა მინდა მე ყველა ქართველს უთხრა, რომ რასაც ჩვენ ფრანგები გვიკეთებენ და რასაც ფრანგული მედიცინა და ფრანგი ხალხი უკეთებს ქართველებს, ასე გვერდში ჩვენ არავინ არ დაგვდგომია. რომ ამდენი 10,000-ობით ქართველი გადაერჩინა სიკვდილისგან და მძიმე სენისგან და უბედურებისგან, მაგრამ ამ ყველაფერს შესაბამისი გაშუქება არ ხდება და პარლამენტარები გამოდიან და იძახიან, რომ თურმე ჩვენ კაცშვილი არ აყავთ სამკურნალოდ იმასკნელი, რა ქვია, უცხოეთში გამოსული ლომინაძე ახვარი ქუთაისელი ექიმი მაინც არ იყოს, მაგის დედა შევრეცი, მაგისას მცხვენია, რომ ეგეთი თანახალახელი მყავს და გამოიყვანენ იმას, რა ქვია, მის იმგენს ჭორიკანა ვიღაცა კახტებს, ვიღაცა ტაკ-შოუს თუ ამის შოუს და იმის შოუს და კაციშვილი არ არის და ნაცურ ნარატივებს ნუ ავწელებთ. მაგრამ ამათ რა უნდა მივმართო? მე იგივე ხალხი, რომელი ხალხისთვისაც ვაკეთებდი ამ ყველაფერს და ვიღებდი 100 ადამიანი მაინც შემეხნიანა, რომელმაც მეთხრა რომ ჩემ ისტორიას მოუყვები თუ კი ასე იქნება და საქმეზე რომ მიდგა თვითონ ამ უკვე ნამკურნალებმა და გადარჩენილმა ხალხმა შეცვალეს პლასტინკა, რომ ჩვენო საქართველოში რო ჩავალთო რამე პრობლემებიო ინტერვიუს გამო არ შეგვექმნესო და მაშინ ცუდად როდესაც იყვნენ, მაშინ არ ახსოვდათ მსგავსი პრობლემები რა. აი ესაა სიმართლე. იმიტომ რომ სიმართლის თქვა ერთია და დაცვა მეორე კიდე ამ ყველაფრის და საერთოდ ამ კატეგორია ხალხს რა უნდა გითხრათ, იცი? ცუდს ნამდვილად არ ვიტყვი, იმიტომ რომ თქვენ შეშინებული მშიშარა ხალხი ხართ და ადამიანი რომ მშიშარა იქნება, ისკმარა იმას მარტო იმისთვის, რომ ჩმორი და მშიშარა და ლაჩარი არის. მაგრამ ყველაფერთან ერთად თქვენ ვინა ხართ, იცი? თქვენ ხართ უმადური ხალხი. უმადური ადამიანები ხართ, იმიტომ რომ ხალხმა და ქვეყანამ თქვენ სიცოცხლე გადაგირჩინათ და ელემენტარული მადლობის თქმის, მადლიერების გამოხატვაც კი ვერ გაბედეთ. აი ესა სიმართლე.
აი ესეთი უმადური ხალხი აღმოჩნდით თქვენ აქ. არა, საუბარი რო ვინმეზე თქვენი ისტორია მოგეყოლათ და მადლობა გადაგეხადათ იმისთვის, ვინც სიცოცხლე გადაგირჩინეთ. ხო? ძალიან ბევრს 100 ადამიანიდან 5 ადამიანმა გადაწყვიტა საქმეზე რომ ვიდა თავის ისტორიის მოყოლა და გაშუქება. ესეც ინდიკატორია ამ ყველაფრის თუ როგორი საზოგადოება არის სამწუხაროდ და რა ხდება და როგორ ხდება და ესე უმადური ღმერთსაც არ უყვართ ჩემო კარგი. მოკლედ დაგემშვიდობებით აღარ გავაგრძელებ დაახლოებით 1 საათში, 1 საათს აღარ დარჩა ეს ფილმი იქნება დადებული და იქნება გადაზიარებული როგორც გითხარით. მშვიდობა ისეს ჩვენ ქვეყანას ღმერთმა და კიდე ერთხელ მინდა აღვნიშნო უღრმესი მადლობა ყველას ვინც გვერდში დამიდგა ამ ფილმის გადაღების პერიოდში 19 ქალაქი მოვიარე. 19 ქალაქი მოვიარე. და რამდენჯერ ჩამიყვანეს ამის შიშორე გზაზე. რამდენი გზამატარეს მელაპარაკე და ბოლო წუთში მითხრეს უარი. მე არ გიბრაზდები თქვენ მე მესმის რომ თქვენ შიშარა ხალხი ხართ. ხო, აი ეს არის. და გთხოვთ კიდე ერთხელ რომ თქვენ მაინც ნუ დაიზარებთ უბრალო ქართველები თუ გააზიარებთ ამას და გადაუზიარებთ ყველას. კარგად ბრძანდებოდეთ, მშვიდობა მოგცეთ ღმერთთან. დანარჩენს დაელოდით აგერ და შეფასებები ყველაფერი არის იქ მოცემული.